იმანუელ კანტის მნიშვნელობა ძალიან დიდია არა მარტო ფილოსოფიის, არამედ საერთოდ ევროპული კულტურის ისტორიაში. ჩვეულებრივ ფილოსოფიას ყოფენ ორ ნაწილად, კანტამდელი ფილოსოფია და ფილოსოფია კანტის შემდეგ. ამ დაყოფას აქვს მეორე ასპექტიც და მეორე სახელიც. კანტის ფილოსოფია იწოდება კრიტიკულ ფილოსოფიად. კანტამდელი ფილოსოფია თავად კანტის მიერ ნაწოდები იყო დოგმატურ ფილოსოფიას. რას ნიშნავს ეს ცნებები? კანტი თვლიდა და კულტურულმა კაცობრიობამ დაუჯერა, რომ ფილოსოფია არ უნდა ემყარებოდეს არაფერს ისეც, რაც მას ადამიანს კრიტიკის გარეშე აქვს მიღებული, შემოწმების გარეშე აქვს მიღებული, რაც მან დაუჯერა, ვთქვათ, წინასწარმეტყველებს. ნებისმიერი რელიგიის დაუჯერა ცნობილ მეცნიერებს. ან თუნდაც ფილოსოფოსებს, რომლებთაც მიაჩნდათ, რომ მათ ზეგარდმოძალით აქვთ მიღებული თავიანთი მოძღვრება. ყველაფერი უნდა შეამოწმოს, გააკრიტიკოს ადამიანმა, რის გამოყენებასაც ის აპირებს. და შემდეგ თავად უნდა შეაფასოს, რა შეძლო, რისი გაკეთება უნდოდა და რა დარჩა გასაკეთებელი. კანტის მოძღვრება იყოფა ორ ნაწილად, თავად კანტის. კრიტიკამდელ პერიოდად, ესე იგი, როცა ის ეკუთვნოდა ტრადიციულ შეხედულებას ფილოსოფიაზე და ტრადიციულ კვლევა-ძიებას, ეს იყო 1791 წლამდე, თავად კანტი 1724 წელს დაიბადა, ესე იგი, საკმაოდ ასაკში იყო, როცა მან ასეთი თავის მოღვაწეობაში და კაცობრიობის კულტურაში ასეთი გარდატეხა მოახდინა. მანამდე ის ლაიბნიც-ვოლფის სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა იყო მთელი ევროპის მნიშვნელობის. სახელი ლაიბნიცისა უკვე ამაზე მიუთითებს, ეს კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და ღრმა მეცნიერია, არა მარტო ფილოსოფოსი, მას ტექნიკური გამოგონებებიც აქვს, ასევე ისეთი მემკვიდრეობა, რომელსაც თანდათან ხვდებიან, ჯერ კიდევ ზუსტად არ არის ამოწურული ეს კაცი. მისი მოწაფე იყო ვოლფი და ისინი ამუშავებდნენ ფილოსოფიურ პრობლემებს ლაიბნიცის პრინციპებით. კანტი ასე ფიქრობდა 1791 წლამდე, სანამ გამოვიდოდა მისი საყოველთაოდ ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო წიგნი საკაცობრიო კულტურის ისტორიაში, რომელსაც ეწოდება წმინდა გონების კრიტიკა. ეს წიგნი ალბათ ისევე როგორც კანტის სახელი ყველას გაუგია, უფრო ცოტას წაუკითხავს და კიდევ უფრო ცოტა ჩაცდომია მისი აზრების სიღრმეს, მაგრამ ეს ცდომის პროცესი დღესაც გრძელდება. ერთ-ერთმა დიდმა კანტიანელმა თქვა, შეუძლებელია რაღაც პოზიციის საფუძველზე დგომის გარეშე წაიკითხო კანტის ფილოსოფია, მაგრამ შეუძლებელია, რომ წაკითხვის შემდეგ იმავე პოზიციაზე დადგე. ყველა თავისებურად აანალიზებს და თავისებურად იყენებს ამ დიდ მოაზროვნეს.
წმინდა გონების კრიტიკამდე კანტი მთელი ძალით ცდილობდა დაესაბუთებია მანამდელი ფილოსოფიის და მისი სკოლა, რომელსაც ის ეკუთვნოდა, ძირითადი პრობლემები. ეს პრობლემები იყო უპირველეს ყოვლისა არსებობს თუ არა ღმერთი, შემდეგ არსებობს თუ არა საიქიო და არსებობს თუ არა ადამიანის სულის უკვდავება. ამაზე საინტერესო ცხადია არც ფილოსოფიას, არც მეცნიერებას, არც ჩვეულებრივ ადამიანს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არ შეიძლება ქონდეს. სხვადასხვა მეცნიერებები იკვლევდნენ და იკვლევენ დღესაც ამას. აი კანტი ცდილობდა დაესაბუთებინა ეს დადებითად გადაიჭრა ეს სამი პრობლემა. მას შრომაც აქვს ასეთი, რომელშიც პრუსიის აკადემიის პრემიაც მიიღო 1763 წელს. მას ქვიოდა ღმერთის არსებობის ერთადერთი ჭეშმარიტი დასაბუთება. ღმერთის არსებობის დასაბუთება კაცობრიობის კულტურის იმ პერიოდიდან, როცა ფილოსოფია წარმოიშვა, უამრავ მოაზროვნეს ჰქონდა. ერთი მეორის საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. კანტიც ფიქრობდა, რომ აი მან ყველაფერი ეს შეადარა ერთმანეთს და ერთადერთი ჭეშმარიტი შედეგი მიიღო. მაგრამ ის როგორც ფხიზელი გონების ადამიანი თავად მიხვდა, რომ ეს არ იყო ერთადერთი და რაც მთავარია, არ იყო ისეთი დასაბუთება, რომელსაც ყველა შეიძლებოდა დაეჯერებინა. დასაბუთება მოგეხსენებათ ნიშნავს აზრთა წყობას, სადაც არსებობს არგუმენტები, რომელიც აიძულებენ ადამიანს დაიჯეროს ის პოზიცია, რომელიც მას აქვს და ერთია როცა გინდა რამე, ერთია როცა წარმოისახავ რამეს, თქვათ მხატვრულ ლიტერატურაში და სხვა, მაგრამ დასაბუთება არის მაშინ, როდესაც მე მოვითხოვ სხვისგან მიიღოს ჩემი აზრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კანტის გასაგებად. კვლევამ კანტი მიიყვანა იქამდე, რომ ღმერთის შესახებ აზრი არ შეიძლება ადამიანმა ისე ჩამოაყალიბოს, რომ მეორე ადამიანს მოთხოვოს მას დაუჯეროს. ამ შემთხვევაში მოთხოვანაში რა იგულისხმება? მე თუ ვიტყვი, რომ სამკუთხედის კუთხეები ჯამი უდრის ორდეს, მე მოვითხოვ, რომ ყველა გონიერმა ადამიანმა ეს დამიჯეროს. თუ არ დამიჯერა, შეიძლება მას არც ველაპარაკო და შეიძლება თქვა, რომ ის ან ჯიუტობს, ან არ არის ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში. ასეთია საერთოდ მათემატიკური გეომეტრიული ჭეშმარიტებანი. ასეთია ნიუტონის მიერ შექმნილი ბუნების მეტყველება, ეს იყო მათემატიკურ მეთოდებზე არსებული. შემდეგ კანტი იტყვის, რომ უეჭველობის მოთხოვნა შეიძლება სხვა პიროვნებისაგან, თუ მე მათემატიკის მეთოდებს ვიყენებ. დანარჩენი ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს. აი ღმერთის შესახებ, მისი არსებობა არ არსებობის შესახებ საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს, ისევე როგორც სულის უკვდავება, საიქიო ცხოვრება, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორეს მოთხოვოს, რომ თქვათ არ იყოს ათეისტი, ან აუცილებლად მორწმუნე იყოს. ამ შესავალს ის მნიშვნელობა აქვს, რომ შემდეგ წმინდა გონების კრიტიკაში კანტი კვეთრ საზღვარს გაავლებს ცოდნასა და რწმენას შორის. ორივე აუცილებელია, მაგრამ მეცნიერმა უნდა იცოდეს, სანამ შეიძლება გაგრძელდეს მისი კომპეტენციის ფარგლები. რაზე შეიძლება მას კონდეს იმედი, რომ მისი აზრი უნდა გაიზიაროს სხვებმა.
ეს პირველი დიდი საქმე იყო, რაც კანტმა გააკეთა, რასაც დღესაც მნიშვნელობა აქვს. ამ საფუძვლიდან ამოსული ის შეეცდება განასხვაოს ერთმანეთისაგან მეცნიერება და სოფლმხედველობა. მეცნიერება, როგორც გითხარით, არის დასაბუთებადი აზროვნება, რომელიც მოითხოვს სხვისგან თანხმობას. სოფლმხედველობა არის ისეთი შეხედულება ადამიანისა საკუთარ თავზე და სამყაროზე, რომლის ამორჩევის უფლება მას აქვს. მე ვერ ამოვირჩევ 2x2 4-ია, სამკუთხედის კუთხეების ჯამი 2-დეს უდრის თუ არა, მაგრამ არავის არ აქვს უფლება ჩემს მაგვირად აერჩიოს ღმერთი არსებობს თუ არა, საიქიო არსებობს თუ არა. აქ უნდა გავარჩიოთ სოფლმხედველობის სახეები, ესე იგი სოფლმხედველობა ყველა ადამიანს აქვს, იქნება ეს თქვათ ავსტრალიელი აბორიგენი თუ აინშტაინი, მაგრამ აინშტაინს აქვს მათემატიკურად დასაბუთებული სოფლმხედველობა, აბორიგენს ცხადია ასეთი რამ არ აქვს, მაგრამ სოფლმხედველობა ორივეს აქვს და ორივესთან ერთნაირ როლს თამაშობს. რა აზრით? რა არის ეს სამყარო? რა არის ადამიანის მიზანი ამ სამყაროში და რისი გაკეთება შეუძლია? აი დავით გურამიშვილს შესანიშნავად აქვს ნათქვამი, რომ ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს სოფლმხედველობა ქონდეს, ეს იმას ნიშნავს. გაიგოს კაცმა, ვინ არის სიდით მოვიდა, სად არის წავა სადაო. აი ეს არის სოფლმხედველობის საკითხები, რომელზედაც ვიმეორებ, ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს. პატიოსანს, უპატიოსნოს, შრომელს, მუქთახორას თუ სხვა, ყველა რაღაცნაირად ამთავრებს, ამართლებს თავის შეხედულებას. ესე იგი კანტი ამბობს, სოფლმხედველობა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, მხოლოდ გარკვეულ დონემდე შეიძლება იყოს დასაბუთებული. სოფლმხედველობა წმინდა მეცნიერული არ შეიძლება იყოს. სოფლმხედველობა, რომელიც ყველა ადამიანს, ყველა დონეზე არსებულს, ყველა პროფესიისას აქვს, შეიძლება იყოს სამი სახის. ერთი, ეს არის მითოსის მიერ მოცემული სოფლმხედველობა, ეს ბერძნული მითოსი, ან ეგვიპტური, ან ინდური, ამის შესანიშნავ ნიმუშს იძლევა, სადაც ძირითადად წარმოსახვის ძალაზე ემყარება ყველაფერი. თქვათ ბერძნებს თავისებურად, ეგვიპტელებს თავისებურად, ყველას თავისებურად, მაგრამ ძირითადი მამოძრავებელი აქ არის წარმოსახვის ძალა. ამიტომ ძალიან ძნელია გაარჩიო მითი და პოეტური შემოქმედება, შეიძლება არც არის საჭირო რომ გაარჩიო. მეორე სახე სოფლმხედველობისა არის რელიგია, სადაც ემყარებიან გამოცხადებას და აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს რასაკვირველია წარმოსახვის ძალაც. წარმოსახვის ძალა აქ შეიწოვს ექსტაზს, ჭვრეტას და სხვა, მაგრამ აქაც საბუთი არის ის, რომ ვიღაცა მიიღო გამოცხადება. ეს კრიტიკის გარეშე დგას. მესამე სახე სოფლმხედველობის ეს არის ფილოსოფია. როცა ადამიანი ცდილობს ყველა რატომზე გაცეს პასუხი. თუ მაგალითად მითოსის სფეროში მოქმედი ადამიანი და მცხოვრები არ იკითხავდა რატომ არსებობს ზევსი, რატომ უნდა დაუჯერო თქვათ ამონს, ან თქვათ ზარათუსტრას, ან ვიღაცას. ესე იგი, რა გინდა ლოგიკური იყოს
მითოსური მსოფლმხედველობა და ძალიან ხშირად მეცნიერება მაღალ დონეზე დგას მითოსში. თქვათ ინდური მითოსი მათემატიკის ძალიან მაღალ ხარისხსაც შეიცავს, ასევეა ბერძნული და სხვა, მაგრამ იქ რაღაცაზე არ არის პასუხის მცდელობა. მე ხას უსვამ მცდელობა, ის კი არა რომ მან გადაწყვიტა საკითხი. ის არ იტყვის რატომ არის ზევსი ღმერთი და არა სხვა ვიღაცა. თუ მას ამაში ეჭვი შეეპარება, ის უკვე ამ კულტურის წარმომადგენელი არ არის. ის სხვაგან უნდა წავიდეს, ან უნდა ქნას ის, რაც თალესმა გააკეთა, შეიძლება სხვებმაც გააკეთა, მაგრამ ისტორიას არ შემოუნახავს. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა მე-7 საუკუნეში დასვა სწორედ ეს საკითხი. რატომ? აი პირველი რაც არის, რა არის ის? ყველა ფიქრობდა, რომ ზევსია, მაგრამ მართლა ზევსი ხო არ იქნება ის, რომელიც ფიდიასმა გამოაქანდაკა. რას ნიშნავს ეს? თალესი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი არის წყალი და შეეცადა ეპასუხა ამ პრობლემაზე. რატო წყალი? იმიტომ რომ ციდან ჩამოდის წყალი, მიწიდან ამოდის წყალი, დედამიწა წყალზეა. შემდეგ ყველა ცოცხალი არსება შეიცავს წყალს. თალეს ალბათ ძალიან გაუხარდებოდა